17 წლის ირაკლი მელიქიძეს თქვენი დახმარება სჭირდება. მიღებული ტრამვის შემდეგ ირაკლი უკვე 4 თვეა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისი გადარჩენისთვის სტამბოლში ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, რომლის ღირებულებაც 37,000 ევროს შეადგენს. ოჯახს კი საკმარისი თანხა არ აქვს. 17 წლის ირაკლი მელიქიძე უკვე 4 თვეა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. იმისთვის რომ გადარჩეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ხანგრძლივი რეანიმაციული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურების გარდა კიდევ ერთი ძვირადღირებული ოპერაციაა საჭირო. 37,000 ევროს ღირებულების ოპერაციის ჩასატარებლად ოჯახს საკმარისი თანხა არ აქვს. საჭირო თანხის ნაწილი რუსთაველებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დახმარებით შეგროვდა, თუმცა 15 დღეში ოჯახმა კიდევ 27,000 ევროს მოგროვება უნდა შეძლოს. Სჭირდება ხელმეორე ოპერაცია საზღვარგარეთ. ამისათვის მოძიებული იქნა კლინიკა, რომელიც არის გერმანელებისა და თურქების ერთობლივი კლინიკა. ოპერაცია სჭირო და ის ოპერაცია საქართველოში არ ტარდება. სჭირდება სულ 37,000 евро. ამ წუთში არის ნაწილი მოძიებული და დღესდღეობით სჭირდება კიდევ 27,000 евро. ირაკლი მელიქიძემ ექსკურსიაზე წყალში გადახტომის დროს ზურგის ტვინის, კისრისა და თავის ქალის დახურული ტრამვა მიიღო, რის გამოც კიდურებზე მგრძნობელობა არ აქვს. იმ შემთხვევაში თუ ირაკლის სტამბოლის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება, სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დასტაბილურდა. დამატებითი გამოკვლევებით საჭიროებს კიდევ ნეიროქირურგიულ ოპერაციას ჩატარებულია ერთი ღვთისმშობლის კლინიკაში და ამ გამოკვლევებით დადგინდა, რომ კიდევ ესაჭიროება მას გარკვეული ოპერაციის ჩატარება. გადადის მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. დანარჩენი შედეგები რა როგორ იქნება, ნახოთ, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. იმ ადამიანების რიცხვს, რომლებმაც ირაკლი მელიქიძის გადასარჩენად ფინანსური დახმარება გაიღეს, ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაც შეუერთდა. კომპანიისა და თანამშრომლების ერთობლივი ძალებით ირაკლი მელიქიძის ანგარიშზე შესაბამისი თანხა გადაირიცხა, რომელიც მის ოპერაციის ხარჯებს მოხმარდება. ჩვენეული მცირედი წვლილი გვინდა შევიტანოთ ამ კეთილი ადამიანის ფეხზე დაყენებაში და გამოჯანმრთელებაში და ამ ქვეყანაზე დარჩენაში და სიცოცხლეში და მე ვფიქრობ, რომ ეს მაგალითი იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მათ სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, მცირეოდენი ფინანსების გაღება მე მგონი ძალიან მარტივია, მით უმეტეს მანქანების ფასიან ნომრებში ფულის გადახდას მე ვფიქრობ უმჯობესია და უპრიანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჭირებულ ადამიანებს მით უმეტეს აი ამ სიტუაციაში დავეხმაროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას შინაგანი სამყარო იმდენად არ აქვს დანგრეული, რომ არ აწუხებდეს აი მსგავსი ფაქტები. იმისთვის რომ ირაკლი მელიქიძე გადარჩეს და სრულფასოვნად იცხოვროს, თითოეული თქვენთაგანის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.